17 მარტს კუბის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. კუნძულზე კიდევ უფრო მეტად ღრმავდება ენერგოკრიზისი, რომელიც დონალდ ტრამპის ენერგობლოკადას მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგა საავადმყოფოებსა და კუნძულის 11 მილიონიანი მოსახლეობის ნაწილს. თუმცა ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ელექტროენერგია შესაძლოა კვლავ გაითიშოს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის მუდმივი გათიშვა სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს. ჩვენი ხანდაზმულები ვაქვთ, ორივე 70 წელს გადაცილებული. ჩემი ცოლიც ავადაა, საჭმელი გაგვიფუჭდა. ახლა ქათამსხვალში რომ რამე შევინახო, რადგან სიტუაცია ძალიან მძიმეა. კუბის მოძველებული ელექტროქსელი ბოლო წლებში შეფერხებით მუშაობს, რაც ყოველდღიურ და მასშტაბურ გათიშვას იწვევს. ვენესუელიდან ნავთობის მიწოდება იანვრის დასაწყისიდან შეწყდა, როცა შეერთებულმა შტატებმა სამხრეთ ამერიკულ ქვეყანას შეუტია და მისი მაშინდელი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დააკავა. ენერგეტიკული ბლოკადა მას შემდეგ შეიქმნა, რაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტარიფების დაწესებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც კუბას ნავთობს აწვდიან. გასულ კვირას კუბის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ კუბასა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ხოლო 16 მარტს ტრამპმა ახალი მუქარა გაავრცელა. იგი დარწმუნებულია, რომ კუბის აღების პატივი სწორედ მას ექნება.